ვირუსების სეზონი და გაზრდილი მიმართვიანობა საავადმყოფოებში. ლაბორატორიული კვლევებით დასტურდება, რომ ქვეყანაში ეგრეთ წოდებული ჰონგ-კონგის ვირუსია გავრცელებული, რომელიც გართულებებით ხასიათდება. რისკ ჯგუფში ბავშვები, მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები არიან. მედიკოსების განმარტებით ჰონგ-კონგის ვირუსი რთულად ემორჩილება სიცხის დამწევ პრეპარატებს და ინკუბაციური პერიოდი თითქმის 2 კვირა გრძელდება. ექიმების რჩევა უცვლელია, მოვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და სიმპტომების გამოვლენისთანავე უახლოეს საავადმყოფოს მივმართოთ. მომართვიანობა ძალიან მაღალია, როგორც სტაციონარში, ასევე ამბულატორიაში და გადაუდებელ ამბულატორიაში ამასთან ერთად. განსაკუთრებულად საყურადღებოა რისკ ჯგუფები, აქ არის ასაკიანი მოსახლეობაზეა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძირითადად აბ ტიპის ვირუსია გავრცელებული, H1N1 ღორის გრიპი ასე მოიხსენიებთ და საზოგადოებაც ასეთი სახით იცნობს ამ ვირუსებს. არის პირველ ეტაპზე გართულებული შემთხვევები მოდის ვირუსული ფაზიდან ძალიან ხშირად ეს გართულება მისი გადადის უკვე პნევმონიის სახით ვრცელდება და ვირუსული პნევმონიებით მოგმართავენ პაციენტები და ძალიან ვთხოვთ, რომ მაქსიმალურად ყურადღებით იყავით, ექიმის გარეშე ნებისმიერ სახის მედიკამენტებს ავარიდოთ თავი, გამოვიყენოთ ნიღაბი, რომ საზოგადოებაში მოვერიდოთ გასვლას ამ შემთხვევაში, განსაკუთრებულად პირველ დღეებშია საყურადღებო და რა თქმა უნდა თავისი გართულებებით ხასიათდება ეს გრიპები და გაცილებით უფრო გახანგრძლივებული მოქმედება, გახანგრძლივებული გართულებებით მიმდინარეობს, რამის 2 კვირამდე მიმდინარეობს, თუ გართულებით წავიდა შეიძლება მეტიც იყოს, საერთო სისუსტეს იწვევს ეს ყველაფერი ამასთან